ევროპელების კვირაა ვაშინგტონში მაკრონის ვიზიტით დაიწყო ეს კვირა დღეს ტრამპს ბრიტანეთის პრემიერი სტარმერი სტუმრობს კვირა კი ზელენსკის ვიზიტით დასრულდება შეძლებს თუ არა სტარმერი ტრამპის დასავლეთისკენ მობრუნებას ბრიტანეთის პრემიერს ტრამპთან მოლაპარაკებებში შესაძლოა მისი პერსონალური ურთიერთობებიც დაეხმაროს ის ჯერ კიდევ ნოემბრის არჩევნებამდე დებდა ხიდებს მასთან მეგობრული ურთიერთობისთვის მაკრონი სტარმერი და ზელენსკი ერთი და იგივე რამ უნდა სამართლიანი მშვიდობა ევროპაში რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები დაუჭერს დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი არაკლებენ დიპლომატიურ ძალისხმევას ევროპის მშვიდობის მყოფელი ძალების პოტენციურ შექმნას. ასეთი შთაბეჭდილება რჩება დასავლურ მედიაში დაწერილი არაერთი ცნობის შედეგად ამ ძალებს შეიძლება უკრაინაში შესვლა ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, მაგრამ ამ გეგმას სჭირდება, რა თქმა უნდა, ამერიკელების დახმარება. მხარდაჭერა. სავარაუდოდ ეს გეგმა სამხედრო საჰაერო ძალებს მოიცავს, რომელიც ბაზირებული იქნება ნატოს რომელიმე ქვეყანაში, მაგალითად პოლონეთში ან რუმინეთში. ნახოთ რა გამოუვათ ევროპელებს ტრამპის დარწმუნების კამპანიაში ლევან ყურაშვილი კოალიცია ცვლილებისთვის წევრია ჩვენთან სტუდიაში. მოგესალმებით ლევან, მადლობა. ჩვენ ვისაუბრეთ მანამდეც, როცა ჯერ კიდევ ახალი იყო ეს დაპირისპირება ტრამპსა და დასავლეთს შორის, ასე ვიტყოდი, ევროპას შორის, არა მარტო ზელენსკის შორის. სტარმერის ძალისხმევა დღეს ბრიტანეთში, ორშაბათს მაკრონის ვიზიტი. შეცვლილია ტრამპის რიტორიკა, ატყობთ რამეს? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. სანამ ევროპაზე გადავალთ, მინდა რომ ორი სიტყვა თქვა იმ სიტუაციაზე, რაც ხდება დღეს ქვეყანაში. საერთოდ ფული არის ზოგადად ძალიან შეზღუდული რესურსი. ნებისმიერ მომენტში გიდგას არჩევანი რა იყიდო, ხო? არ არსებობს ისე რომ არც ერთ ქვეყანას არ აქვს იმის საშუალება რომ ყველაფერი კონდეს და ყველაფერი იყიდოს. და ამ ხელისუფლების პრიორიტეტები რა არის? აი თქვენ საუბრობდით ხო წინასწარმეტთან წყლის ჭავლის მანქანა იყიდოს, თუ თოვლის საწმენდი მანქანა, როცა ეს არჩევანი უდგება, ხო ყველა ვიცით რასაც აკეთებს, რას კიდურობს, თუმცა მაშველი არის გადასამზადებელი, როცა მაშველს სჭირდება აღჭურვილობა და მეორე არჩევანი აქვს სპეცრაზმელი დაიქირაოს ახალი და რეზინის ტყუები იყიდოს, ხო ვიცით რა არჩევანსაც აკეთებს, კიდურობს რეზინის ტყუებს. ამიტომ ხდება ის რაც ხდება დღეს ქვეყანაში ამიტომ არის ადამიანები ბედისანაბარა მიტოვებული, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში ღარიბ ქვეყანაში მით უმეტეს სადაც ფული განსაკუთრებული პრობლემა ამ ხელისუფლებას აქვს ერთადერთი პრიორიტეტი რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და საერთოდ არ აინტერესებს ადამიანების ჯანმრთელობა და ადამიანების სიცოცხლე და ერთ-ერთმა ბათუმელმა ჩინოვნიკმა გააკეთა ხო კომენტარი 10-20 მილიონის ტექნიკა რატო უნდა ვიყიდოთ მე მაინტერესებს ამ ადამიანისთვის ადამიანის სიცოცხლე რა ღირს თუ რამეს აქვს, თუ რამე არის შეუფასებელი, არის ადამიანის სიცოცხლე. ადამიანის სიცოცხლე თუ არ გადასარჩენი 10 მილიონიც უნდა დახარჯო, 20-იც და 100-იც. სხვა ყველაფერი შეიძლება გადადო გვერდზე და იზრუნო ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენაზე და თურმე ამ ვაჟბატონს არ ჭირდება და არ უნდა 20 მილიონი გადაიხადოს იმაში, რომ ადამიანები გადაარჩინონ თუნდაც 4 წელიწადში და 5 წელიწადში ერთხელ. მაინტერესებს საკუთარი სიცოცხლე 20 მილიონად უღირს თუ არ უღირს. დიდი ეჭვი მაქვს რომ 20 მილიონადაც უღირს და 100 მილიონადაც. სხვის სიცოცხლე არ უღირს 20 მილიონად. აი ამაშია პრობლემა. ეს ხალხი არის ემპათიისგან დაცლილი და ამ ხალხს არ აინტერესებს საკუთარი ჯიბის და საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის გარდა არავის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და არავის ბედი. აი ეს არის პრობლემა ამ ქვეყანაში. და კიდე დღეს ვყურებდით კადრებს დრონებით როგორ ეხმარებიან ადამიანები. ხო აი მოხალისეები. კი, მოხალისეები, რომლებიც ეხმარებიან დრონებით. 3 წელია ომი მიდის. 3 წელია უყურებთ დრონების ჩართულობას ამ ომში რამხელა მნიშვნელობა აქვს. სულ თავი დავანებოთ ამ საგანგებო სიტუაციას. ხო, თავდაცვის სამინისტროს ხომ მაინც უნდა ყავდეს ეს დრონები, რა იცი მომავალში რა ხდება, ხო? არის მომავლის ომი, არის დრონების ომი. ჩვენ ხომ უნდა ვიყოთ მზად ჩვენი სუვერენიტეტის დასაცავად რამე რომ მოხდეს. ხვალ არავინ არ იცის რა იქნება, ხო? თავდაცვის სამინისტროსაც კი არ აქვს ეს დრონები, აღარ ვლაპარაკობ არაფერს სამაშველო სამსახურებზე, რომლებსაც სერიოზული პრობლემა აქვს აღჭურვილობის. ეს ყველაფერი თუ მალე არ გამოსწორდა და ხედავდით ადამიანებს, რომლებიც ადამიანს დღეს მაგალითად საკაცით გამოყავდათ მეტრიან წელამდე თოვლში, ხო? სამედიცინო ერთმანი არ აქვს, რომელიც ასე დროს ჩაფრინდება და ამ ადამიანს გამოიყვანს იქიდან. რაზე ვლაპარაკობთ 2013 წლის შემდეგ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ერთმანი გჭირდება და დღემდე არ აქვს. აი ეს არის პრობლემა და ეს ამ ხელისუფლების ხელში არ გამოსწორდება. ერთადერთი რაც შეიძლება მოხდეს, უბრალოდ ამაზე აღარავინ აღარ ისაუბრებს. აი თქვენ მედიის კანონს რო იღებენ, რატო ჭირდებათ ეს კანონი? იმიტომ რომ აქედანაც აღარ ისმოდეს ეს. კი, დარჩეს მარტო იმედზე ყველაფერი კარგად
კარგად არის გზაც იწმინდება, არავის პრობლემა არ აქვს. დღეს მაგალითად კრედიტ სუისთან ასე როგორ აღზევს? იმიტომ რომ იქ ყველაფერი გაწმენდილია და კარგად არის. ანუ პრობლემა. ეს ხალხი იქნებოდა. ხნის ამომღები თუ არ არის პრობლემაც არ არსებობს. ამიტომაც არ უნდათ ის მედია, ოპოზიციური მედია, რომელიც ამ ყველაფერზე ილაპარაკობს. კრიტიკული შეგისწორებდით. ხო. ძანეთ. კრიტიკული ოპოზიციური პრინციპში სინონიმად შეგვიძლია ვთქვა. ახლა რაც შეეხება ტრამპს და ტრამპის დაპირისპირებას ევროპასთან ხო ტრამპს აქვს საკუთარი მიზნები მისი რიტორიკა პრინციპში არ შეცვლილა ცოტა შერბილდა უკრაინასთან მიმართებაში თუ დავაკვირდებით ბოლო პერიოდს იგივე ზელენსკის მაგალითად არანაკლებ კაცრი განცხადებები ჰქონდა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თუნდაც იგივე ისაუბრა მან მინერალების შეთანხმებაზე რომ ის არ მოაწერს ამას ხელს თუ არ იქნება იქ გათვალისწინებული უკრაინის ინტერესები ის უსაფრთხოების გარანტიები და მათ შორის ის ამბობს რომ მას არანაირი ვალი არ აქვს ამერიკის შეერთებული შტატების ეს იყო გრანტი და შესაბამისად 10 ცენტსაც არ გადაიხდის ვალის სახით და ამაზე ამერიკისგან პასუხი არ ყოფილა გვახსოვს ჩვენ წინაკვირაში უბრალოდ ხელის არ მოწერის გამო დიქტატორი უწოდა მას პრეზიდენტმა ამერიკელებმაზე უკეთესად არავინ იცის რომ deal is a deal ანუ თუ ხელმოწერილია რაღაც თუ შეთანხმება არსებობდა ისეთ რომ ეს არ იყო ვალი ეს ვერ იქნება ვალი აღიარებული შემდგომი პრეზიდენტის მიერ ეს ძალსახად ნათელია ძალიან მართალია ზელენსკი ამ მithumetes არანაირი 350 მილიარდი უკრაინას არ მიუღია საუბარი 100 მილიარდზე კი დაახლოებით 100 მილიარდზე და თუ დაუმატებთ ამას იმ თანხას რომელიც დარჩა ამერიკის ამ თვითონ ამერიკის შიგნით რომელიც მოხმარდა თვითონ ამერიკული არმიის გადაიარაღებას ძველი ტექნიკა გაუგზავნეს უკრაინელებს და იმის მაგერად მიიღეს ახალი ტექნიკა ამ გადაიარაღებასაც დავამატებთ ჯამში გამოდის სადღაც 170 მილიარდამდე შესაბამისად არანაირი 350 მილიარდი არ არსებობს და ზელენსკის ამ განცხადებას არ მოყოლია ამერიკისგან კრიტიკა, იმიტომ რომ ისინი ცდილობენ ახლა რომ მიაღწევონ რაღაც შეთანხმებას, გარკვეულ შეთანხმებას ჩვენ ვსაუბრობდით წინაზე რომ ტრამპს ესჭირდება შიდა აუდიტორიაზე იმისთვის რომ მათ უთხრას რომ აი ბაიდენმა ფული გაფლანგა და მე ეს ფული დავაბრუნე. სავარაუდოდ ხელი მოეწერება, ხვალ იქნება ალბათ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში და მემორანდუმს აქ არ იქნება რაღაც კონკრეტული დეტალები, მაგრამ ეს იქნება რაღაც ჩარჩო ხელშეკრულება, რომელიც კონკრეტულ რაღაცებს არ ავალებს მხარეებს, მაგრამ მოსამზადებელია იმისთვის, რომ მე უკვე მეტ კონკრეტიკაზე გადავიდნენ. თვითონ ტრამპის ადმინისტრაციას რო შევხედოთ და მის რიტორიკას განსხვავდება იმისგან, რასაც ამერიკა აკეთებს ჯერჯერობით, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ასე გაგრძელდება, მაგრამ ის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები აკეთებდა და რა ვალდებულებებიც ჰქონდა აღებული თუნდაც იგივე უკრაინასთან მიმართებაში, ეს ვალდებულებები სრულდება. მაგალითად, იგივე შეიარაღება, რომელიც წინა ბიუჯეტიდან იყო გათვალისწინებული და ფინანსური დახმარება არ გაჩერებულა. ისევ მიდის შეიარაღება უკრაინაში და ასე გაგრძელდება 2025 წლის ბოლომდე, იმიტომ რომ ეს კონტრაქტები უკვე დადებულია, როგორც შარშან წელს, შარშან ისე შარშან წინ, ეს არის გრძელვადიანი კონტრაქტები. წიაღისეულის ხელშეკრულების გაფორმებასთან ერთად ტრამპს რომ მკითხეს, მან თქვა, რომ ზელენსკი მიიღებს ომის გაგრძელების უფლებასაც. ეს იყო ასეთი ფრაზა ნათქვამი. ხო, გასაგებია, იმიტომ რომ ელემენტარულად ამერიკის შეიარაღებული ამერიკიდან მიწოდებული ფინანსური დახმარება და სამხედრო ტექნიკა აუცილებელია იმისთვის, რომ უკრაინამ ბევრად უფრო ეფექტურად იომოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს დახმარება თუ არ იქნება, უკრაინა ვერ იომებს, მაგრამ რა თქმა უნდა, ბევრად უფრო გაუადვილდება, სიცოცხლეები დაიზოგება, ელემენტარულად რო ვთქვათ, როგორც სამხედრო მოსამსახურეების, ისე მშვიდობიანი მოქალაქეების. რამდენიმე დღის წინ იყო მაიკ კოფმანი არის ასეთი სამხედრო მიმოხილველი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და კომპეტენტური უკრაინის ფრონტზე ჩასული და მოსალოდნელზე ბევრად უკეთესი სიტუაციაო, ის ამბობს, არანაირი საფრთხე ამ წუთას არ არსებობს იმისა, რომ ფრონტი ჩამოიშალოს, მინიმალური საფრთხე არის ამისი, ნულოვანი საფრთხე არ არსებობს, რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება რაღაც მოხდეს, მაგრამ ამ წუთას არანაირი მონაცემი არ არის იმისი, რომ უკრაინას უჭირს პირიქით იგივე პოკროვსკის მიმართულებაზე, სადაც ყველაზე აქტიური შეტევები მიმდინარეობდა რუსების მხრიდან, ეს შეტევები გაჩერებულია, პირიქით უკრაინელები მცირე ტაქტიკურ კონჩეტევებზე არიან გადასული. მოკლედ ფრონტზე არ არის ისეთი სიტუაცია, რომ დავუბრუნდეთ, დავაზუსტებ ლევან კითხვას, აი მაგალითად რუსეთის შეიარაღებულ ძალებმა უკრაინასთან ომშიო საკვანძო უპირატესობა დაკარგესო, წერენ ამის თაობაზე, რომლითაც ოკუპანტებმა ერთი წლის განმავლობაში მთავარი უპირატესობა მოიპოვეს და ეს რა არის ახლა? ეს არის მართვადის ავიაციო ბომბები. ანუ აგვიხსენით უფრო კარგად, იმიტომ რომ თვითონ ადგილობრივი წარმოება შეძლეს უკრაინელებმა ამ რაკეტების გადამჭერების, ხომ როგორც საუბარი არის იმაზე, რომ რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ახერხებენ
აკეთებენ ისინი, რომ სამიზნეს ააცდინონ მართვადი ბომბები რა არის, ეს არის ჩვეულებრივი საავიაციო ბომბი, რომელსაც დამაგრებული აქვს სპეციალური მოწყობილობები, იმისთვის რომ ეს უმართავი ბომბი მიზანს მოხვდეს კონკრეტულ მიმართულებას და ამით ახერხებდნენ რუსები იმ მცირე წინსვლასაც, რაც ჰქონდათ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში. და როგორც თვითონ რუსები ამბობენ, ახლა ამ ინფორმაციას ზუსტება ჭირდება რა თქმა უნდა. თვითონ რუსული არხები, ტელეგრამ არხები ავრცელებენ ამ ინფორმაციას, რომ უკრაინელებმა მოახერხეს ისეთი რადიოელექტრონული ჩამხშობის საშუალებების დანერგვა, რომელიც მიზანს სდება. მიზანს სდება და ახლა თუ უნდა ჩამოვარდეს თუ ჩვეულებრივ სიტუაციაში აცდენის რეინჯი საზღვარი არის დაახლოებით 5-10 მეტრი, ამ შემთხვევაში შეიძლება აცდეს 200 და 300 მეტრით და რა თქმა უნდა ვერანაირ ეფექტს ამ ხელა აცდენის დროს ის ვერ იძლევა, ესე იგი ეს იგივეა რომ ჩვეულებრივი უმართავი საავიაციო ბომბი ისროლო და გამაგრებულ წერტილებს განსაკუთრებით ბეტონირებული რაც არის, იმას საფრთხეს დიდად ვერ უქმნის, მაშინ უნდა ისროლოს ბევრად მეტი ბომბი და ამის საშუალება რუსებს არ აქვს, იმიტომ რომ ეს არ არის ამერიკული ავიაცია, რომელსაც შეუძლია გაუჩერებლად ბომბოს 24/7-ზე, რომელი დასახლებული პუნქტიც ან რომელი გამაგრებული წერტილიც მოუნდება. მოკლედ ეს უპირატესობა არ აქვს, ასევე საუბრობენ იმაზე, რომ ხალხის პრობლემაა ფრონტზე გამოჩნდა ადამიანები, რომლებიც ხელჯოხებით გადაადგილდებიან, ანუ პირდაპირ ჰოსპიტალიდან ჯერ კიდევ მოუშუშებელი ჭრილობებით ადამიანები, რუსები ხვდებიან ფრონტზე, ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ ხალხის ნაკლებობად ჩანს, ეს რა თქმა უნდა არნიშნავს იმას, რომ რაც რუსებს ხალხი უთავდებათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმხელა რესურსი რომ არა აქვთ, რაც ადრე ჰქონდათ, ეს ჩანს ფრონტის ხაზზე, ყოველ შემთხვევაში იქ ფრონტ შეხების წერტილებში იმხელა რაოდენობის ცოცხალი ძალა არ არის მობილიზებული, რაც იყო წინა თვეებში ან თუნდაც წინა კვირებში. ამიტომ ფრონტზე არ არის ის სიტუაცია, რომ ზელენსკის ვინმე ახლა ულტიმატუმებს უხენებდეს და ჩვენ ხედავთ რუსებს, რომ ისინი უკან არ იხევენ. თუ ვინმე ჩაშლის ამ შეთანხმებას, ჩაშლიან თვითონ რუსები, იმიტომ რომ თუ დააკვირდებით იგივე ლავროვის რიტორიკას, პუტინის რიტორიკას, ისინი არანაირ დათმობაზე არ მოდიან, იგივენაირ ულტიმატუმებს აყენებენ, რაც ჰქონდათ ადრე და ბოლოს ახლა რამდენი ხანი ელოლიავება ამერიკა რუსებს საბოლოო ჯამში დღესაც იტყვის რომ არაფერი არ გამოდის და ტრამპა ეს სხვათა შორის გუშინ დაუშვა მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე რომ შეიძლება ეს არ დამთავრდეს სამშვიდობო ხელშეკრულებით, იმიტომ რომ ამას ჭირდება ორივე მხარის შეთანხმება. თუ ერთი მხარე აყენებს ულტიმატუმს და ითხოვს კაპიტულაციას, იქ ვერანაირ სამშვიდობო შეთანხმება ვერ დაიდება. ანუ ან უნდა დაიდოს კაპიტულაცია, ან სამწუხაროდ ეს ომი გაგრძელდება. ამ სიტუაციაში ვართ ამ წუთას. და მან ასევე ისაუბრა ტრამპმა გუშინ რომ პუტინს მოუწევს დათმობებზე წასვლა, თუ მას უნდა სამშვიდობო ხელშეკრულების დადება. ნახოთ რა გამოვა, ყოველ შემთხვევაში ის მოლოდინი რომ რაღაც ომი ერთ კვირაში დასრულდება, ან ორ კვირაში დასრულდება, ავიც თუ ვინმეს კიდე აქვს ვერ გეტყვით, მაგრამ მე პირადად ამის მოლოდინი არ მაქვს, იმიტომ რომ ეს არის ბევრად რთული მოლაპარაკებები, იგივე დღეს იყო შეხვედრა რუსებსა და ამერიკელებს შორის სტამბულში, რომელიც შემდეგაც კომენტარიც კი არ გაუკეთებიათ, თუმცა ეს არ ეხებოდა უკრაინის თემას, ეს არის მათი საელჩოების აღდგენაზე, ასევე რაზეც შეთანხმდნენ რიადში იმის ტექნიკური განხორციელება. ასევე როგორც ჩანს პუტინს უნდა ტრამპი მოხიბლოს ეკონომიკური წინადადებებით, ერთობლივი მოპოვებით წიაღისეულის არქტიკაში. მას ესმის რომ ტრამპი არის ბიზნესმენი და ცდილობს ამით დაიყოლიოს ის რაღაც შეთანხმებებზე, თუმცა თუ ის დათმობებზე არ წავა, რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს მან ეკონომიკურ შეთანხმებებზე, მომგებიან წინადადებაზე ამერიკისთვის, ეს დარჩება მხოლოდ წინადადებებად. ეს იმისთვის კი არ უნდა რომ მარტო ტრამპი მოთაფლოს. რუსეთის ეკონომიკაში არის სერიოზული პრობლემები. მას ახლა ჭირდება ინვესტიციები, იმიტომ რომ ის ფონდი, რაც ჰქონდა თითქმის ამოწურულია, ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც წლის განმავლობაში რაღაც გარკვეული პროცენტი უნდა ყოფილიყო, 55% მეტია მარტო იანვრის თვეში. ანუ მას სერიოზული პრობლემები აქვს, ფული უთავდება ელემენტარულად იმისთვის, რომ იომოს. ამიტომ მას ჭირდება გარდა იმისა, რომ შესვენება ჭირდება ფრონტის ხაზზე, ასევე ჭირდება ინვესტიციები, მათ შორის ამერიკული კომპანიებიდან, რომ ბიუჯეტი შეავსოს, რომ საკუთარი ეკონომიკა ამოქაჩოს იმ რაღაცა ორმოდან, რომელშიც ის ნელ-ნელა ვარდება. მოუწევს დათმობებზე წასვლა, ან არ წასვლა და გაჯეუტება საკუთარ მე იმედი მაქვს ხალებში, რომ რუსები როგორც ტრადიციულად აკეთებენ ხოლმე, ისე გაჯიქტებიან და ამ საქმიდან არაფერი არ გამოვა და ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწევს უკრაინის დახმარება იმისთვის, რომ მშვიდობა დამყარდეს ძალით ის, რაც უნდა ევროპას და რაზეც საუბრობს როგორც ზელენსკი, ისე ევროპელი ლიდერები. შეუძლებელია რუსებთან მშვიდობაზე ლაპარაკი, თუ ისინი არ იგრძნობენ შენგან ძალას. რუსეთი ჩერდება მხოლოდ იქ, სადაც ხდება მუშტი.